რასაც ვაჭრობ, ყოველდღიურად იგივე სტრატეგიას ვიყენებ, მომენტის არ გვინდა გავაშოროთ. Opening range breakout-ი. რასაც ალბათ ყველა მიცით. Okay. Let me this pass in. Okay. Stop loss-ი ზადა ამაზე გადმოვიტანოთ. Okay. Okay. რამდენი დოლარის გამო ამდენ თანხას არ გავრისკავ. სტოპ-ლოსი ცოტა მეყენებინა იქ, ეგეც არ მაწყობდა, ამიტომ ძალიან პატარა სკალპი იყო. $351. კარგია. და ეხლა მოდი გუცებ განვიხილოთ რა მოხდა. სიმართლე გითხრათ, ამას პატარა ბავშვს იზავდა. ავიძახ რომ მარტივი ვიმე არ გამოხდეს მე რომ ძალიან ამარტივი ტრეიდინგს თუ რაღაცაო, მარტივი არ არის მართლა. მაგრამ მარტივინაზე შევეცდები აგიხსნათ ეხლა რა მოხდა აი აქ. პირველ რიგში გავაგიდებ ამ ჩარტს და მოკლედ ეს არის ამ მეთოდს ქვია opening range breakout-ი, ანუ როცა იხსნება ნიუ-იორკის სესია, კეშ სესია, ველოდებით რომ დაიხუროს 15 წუთიანი სანთელი ამ ადგილზე. ეცადე ამ ადგილზე და ნიშნავთ მაქსიმუმს და მინიმუმს. ამის შემდეგ ვაკვირდებით ორ რაღაცას. პირველი არის ისა, რომ როცა ფასი მიდის გატეხვისკენ, მეორე 15 წუთიანი და მე 5 წუთიანი სანთელი და მე ვაკვირდებით უბრალოდ როგორ წავა სანთელი ზემოთ მხარეს. როგორც მოუნიშნდეს მაქსიმუმი და მინიმუმი, ხო? გატეხვისთანავე თუ გატყდება, ვაკვირდებით მყიდველი იზრდება თუ გამყიდველი. ამ შემთხვევაში როცა გატყდა ეს სანთელი, დავინახეთ რომ მყიდველი იყო მარკეტში შემოსული. 34000 ორდერი იდო, ანუ კონტრაქტი და 1100 კონტრაქტი ჯობნიდა მყიდველი გამყიდველს. ამიტომ აქედან როგორც გაიხსნა სანთელი, ეგრევე ლონგი ავიღეთ, ანუ დავინახეთ რომ მყიდველი ძლიერდებოდა, თუ დავინახავთ რომ გამყიდველი შემოვიდა მარკეტზე და მყიდველი ვეღარ იჭერდა პოზიციას, ნუ ტრეიდს უკვე არ გავხსნით. მაგრამ როგორც ხედავთ, გატეხვისთანავე აქედან ტრეიდი ავიღეთ და თარგეტს ეგრევე მიარტყა ფასმა. როგორც ხედავთ, იყო მყიდველი შემოსული და თარგეტს მიარტყა. ეხლა რა ხდება ამ ადგილზე? ეხლა დიდი ალბათობით ამ ადგილზე, რო გადავიდეთ მეორე ჩარტზე, იყო absorption. ანუ ამ მთლიანად მყიდველების შესყიდვა გამყიდველებს ხედავ, ანუ იდეაში გამყიდველი შემოვიდა მარკეტზე, ეგ შეიძლება იყოს რამოდენიმე მიზეზის გამო, ეს იყო პირველი ის, რომ ფასი გავიდა რეინჯიდან, ეს იყო მარკეტის აუქციონის თეორია, თეორიიდან ეს თქვათ იყო ჩავარდნილი აუქციონი, ეხლა ფასი თუ დაბრუნდება ისევ ამ დიაპაზონში, ხო? ამ ადგილზე თუ დაბრუნდება, ეს იქნება უკვე failed აუქციონი, დაფეილებული აუქციონი, მარკეტის ზოგადად აუქციონია. ამიტომ თუ ფასი დაბრუნდება ამის ქვემოთ, უკვე ჩავარდნილი აუქციონი იქნება, მაგრამ თუ გატეხა ეს მაქსიმუმი, აქედან უკვე გააგრძელებს ისევ ყიდვას. და ჩვენ ტრეიდი შეგვიძლია ავიღოთ იმბალანსებიდან, რაც არის აი ეს ადგილი ქვემოთ რაც მოვნიშნე. როგორც ხედავთ, არაეფექტურობა იყო მარკეტზე. ყიდველმა არ მიცა იმ საშუალება გამყიდველებს მარკეტში შემოსულიყვნენ და როგორც ხედავთ, დიდი იმბალანსები, ანუ ამას ვადარებთ ამას, ანუ 5 კონტრაქტი და მინიმუმ 3 კონტრაქტით, 3 ჯერ დიდი მაინც უნდა იყოს ეს ჩვენი იმბალანსი. აი იქ როგორც ხედავთ.